მოგესალმებით. ეს არის კონოგიმა და დღეს მე და ჰოკოტო წარმოგიდგენთ 5 რომანტიკული ჟანრის ანიმეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ ვიდეოს დავიწყებთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაალაიქოთ ვიდეო. და ხო, ანიმეებს მარტო კონოგიმაზე უყურეთ. კარგი, ახლა კი დავიწყოთ. პირველი ჩვენ სიაში გვაქვს შენი აპრილის ტყუილი, ერთ-ერთი ყველაზე შოკისრონგრელი და ემოციური რომანტიკული ანიმე, რომლის სიუჟეტიც გიჩენს დიდ კითხვებს სიყვარულის, ცხოვრებისა და დანაკარგის შესახებ. ანიმეში არა მხოლოდ რომანტიკას, არამედ ღრმა ემოციურ დრამასაც შევხვდებით. კარგი, რადგანაც ეს გავიარეთ, ახლა შინაარსებს ვისაუბროთ. ჩვენი მთავარი პერსონაჟი კაო სეიარიმა არაჩვეულებრივი პიანისტია. ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ის მშობელ დედას არ დაკარგავს. ამის გამო მისი ცხოვრება ნაცრისფერი ხდება. იმასაც თუ დაუმატებთ, რომ ის ვეღარ ახერხებს პიანინოზე დაკვრას მიღებული ტრამვის გამო. თუმცა რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მთავარი პერსონაჟი არსებული უფსკრულიდან გამოიყვანოს? დიახ, რა თქმა უნდა, გოგო. ჩვენი რომეო ერთ გოგოს შეხვდება სახელად კაორი მიაზონოს, რომლის ვიოლინოზე დაკვრის ნიჭიც კაოსეის ადვილად იხიბლავს. კაორისთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი ბიჭის ნაცრისფერი ცხოვრება ნელ-ნელა ფერებს იძენს. ნამდვილად საინტერესო იქნება ამ ყველაფრის ეკრანზე ნახვა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ანიმეში მთავარი როლი მუსიკას უჭირავს, ასეთი ჟანრის მოყვარულებისთვის ეს შესაფერისი ანიმე იქნება. კარგი, ახლა კი ფანტასტიკურ რომანტიკას შევეშვათ და გადავიდეთ ნამდვილ რეალობაზე. შემდეგი ჩვენ სიაში არის კლანადი. დიახ, არ მოგესმათ, ასე ქვია ანიმეს, კლანადი. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რომანტიკული ანიმეა, სადაც შეგვიძლია თვალი გაუსწოროთ ამ სამყაროს რეალობას, რა თქმა უნდა, რომანტიკის მხრივ. სიუჟეტის ემოციური ინტენსივობა და პერსონაჟების დაგანვითარება მუდმივად რჩება ხალხის გულებში დამერწ. ასეთ რამეს კი ეს ანიმე გვთავაზობს, რომელიც არა მარტო სიყვარულს, ასევე ცხოვრებისეულ საკითხებსაც ეხება. კლანადის პირველი სეზონი იწყება როგორც ჩვეულებრივი სკოლაში გათამაშებული რომანტიკული ისტორია, მაგრამ მეორე სეზონში ხდება რაც ხდება. Planned After Story ღრმად ეყრდნობა ემოციებს, ოჯახურ ურთიერთობებს და სიცოცხლის სირთულეებს. ეს ანიმე გვთავაზობს ნამდვილ ცხოვრებისეულ გაგკვეთილებსა და სიყვარულის ცვალებად ბუნებას. და შეიძლება ბევრს არ მოწონდეს ისეთი რომანტიკა, სადაც დიდად არის გარეული დრამა. ამიტომაც ისეთ ანიმეს წარმოგიდგენთ, რომელშიც კარგად არის გადმოცემული იუმორიც და თბილი რომანტიკაც. წარმოგიდგენთ სიაში მესამე ადგილას მდგომ ტორადორას. ანიმე, რომელიც გამორჩეულია თავისი იუმორით, სითბოთით და ხანდახან სახალისო, მაგრამ ღრმა ურთიერთობების განვითარებით. ტორადორა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედიაა, სადაც მოზარდები სწავლობენ თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ თავიანთ გრძნობებს, როდესაც მათ შორის ურთიერთობები იკვეთება. ამ ანიმეს სიმბოლოა ძლიერი პერსონაჟები, რომლებიც ნელ-ნელა ხდებიან ერთმანეთის ყველაფერი. ასე რომ თუ გვინდა რომ ცოტათი რეალობასაც მოვშორდეთ რომანტიკის მხრივ, ეს ანიმე თქვენთვის ზუსტად შესაფერისია. შემდეგი ანიმე კი გახლავთ ნანა. ნანა გამოირჩევა თავისი რეალისტური და ემოციური სიუჟეტებით, რომელიც ასახავს ორი გოგონას ცხოვრებისეულ გამოწვევებს, სიყვარულსა და კარიერას. პერსონაჟები ურთიერთობის და პირადი ზრდის სირთულეებს გადიან, რაც ანიმეს უფრო ღრმა და დრამატულს ხდის. მუსიკალური კარიერა და ემოციური კავშირები ასახავს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან თემებს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, რომ უფრო ახლოს გაეცნოს პერსონაჟების შიდა სამყაროს. დღეისათვის ბოლო მეხუთე ანიმე გახლავთ კიმი ნო ტოდოკე. ანიმე მოგვითხრობს სკოლის მოსწავლე გოგონაზე სახელად საზუი საიკაზე, რომელიც გარეგნულად უხეში და საშინელი ჩანს. ამიტომ სხვა მოსწავლეები მას უბრალოდ არ აკონტაქტებიან. სიამდილოში კი იგი გულწრფელი და ემოციური გოგონაა. მისი ცხოვრება შეიცვლება, როდესაც დაუახლოვდება სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი, კუნეი სოუსკე. ბიჭი მასთან მეგობრობას დაიწყებს, ნელა კი მათ შორის სიყვარულის გრძნობა იბადება. სიუჟეტი ასახავს მათი ურთიერთობის განვითარებას, საიკას პიროვნულ ზრდას და იმ პროცესებს, რომელიც ერთმანეთის ნდობასა და სულიერ კონტაქტზეა დაფუძნებული. ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ არ დაგავსწრეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და კომენტარის დატოვება. ასევე გამოყვებით სხვა სოციალურ პლატფორმებზეც.